გიყვებით რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს, რადიო გურიაზე. დღეს უნდა გიამბოთ ამბავი, რომელიც ერთი შეხედვით წიგნის გავს, თუმცა ის ნამდვილად მოხდა და გურიის ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე ადამიანური ტრაგედიაა. ეს არის ამბავი სიყვარულზე, ღირსებასა და სიკვდილზე, რომელმაც მთელი გურია დაამწუხრა. 1898 წლის გაზაფხული. ცნობილი მწერლის, ლევ ტოლსტოის უმცროსი ვაჟი, გრაფი ანდრეი ტოლსტოი საქართველოში ცნობილი პუბლიცისტის, ილია ნაკაშიძის მოწვევით ჩამოვიდა. საპატიო სტუმარს მთელი ქვეყანა მოატარეს: სვანეთი, სამტრედია, ქუთაისი და ბოლოს ბათუმი. სწორედ აქ, ზღვისპირა ქალაქში, ცნობილი ბათუმელი ექიმის, ნიკო ელიავას ოჯახში სტუმრობისას ახალგაზრდა გრაფმა ოზურგეთელი თავადის ასული, 24 წლის ულამაზესი ელენე გურიელი გაიცნო. ანდრეისთვის გურული ქალის სილამაზე თავზარდამცემი აღმოჩნდა. მოსვენება დაკარგულმა გრაფმა სულ რამდენიმე დღეში ელენეს ცოლობას თხოვა. ტრადიციულ ოჯახში გააზრდილმა ქალმა კი უპასუხა: ასეთ საკითხს მშობლების გარეშე ვერ გადავწყვეტ. ოზურგეთში უნდა ჩახვიდეთ. ჩემს დედმამას ჩემი ხელის თხოვოთ და პასუხს მხოლოდ მაშინ მოგახსენებთ. ანდრეი მაშინვე გურიაში გაემგზავრა. მსოფლიოში ცნობილი მწერლის შვილს სატრფოს მშობლების დათანხმება არ გასჭირვებია. იქვე მოილაპარაკეს. ანდრეი მოსკოვში გაემგზავრებოდა. მშობლებს ნებართვას თხოვდა. 2-3 კვირაში გურიაში დაბრუნდებოდა და გრანდიოზულ ქორწილს გადაიხდიდნენ. ოზურგეთში საქორწინო სამზადისი დაიწყო. ელენეს ულამაზესი საქორწინო კაბა თბილისში შეუკერეს. თუმცა სწორედ აქ იწყება ღალატი, რომელსაც ვერავინ იფიქრებდა. რუსეთისკენ მიმავალ გზაზე ანდრეი ტოლსტოიმ სხვა ქალი, ოლგა დიტრიხი გაიცნო და ელენე გურიელი და მისი ფიცი უცებ გადაავიწყდა. მალე გურიელებმა ოზურგეთში ანდრეის წერილი მიიღეს. გრაფი წერდა, რომ სხვა შეუყვარდა, ცოლად მოჰყავს და საქართველოში აღარ ჩამოვიდოდა. ასეთი საჯარო შეურაცხყოფა ელენემ ვერ აიტანა. ღირსების შელახვას სიკვდილი ამჯობინა და გულმკერდში რევოლვერი დაიხალა. გასროლა იმ წამსვე სასიკვდილო არ აღმოჩნდა. მან 1 წელი იავადმყოფა და 1899 წლის 3 ოქტომბერს 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაინც რატომ მოიქცა ასე ლევ ტოლსტოის შვილი? პასუხს იასნაია პოლიანას საარქივო ჩანაწერები ინახავს. ილია ნაკაშიძის მეუღლე, ნინო იხსენებს თავის შეხვედრას ტოლსტოის ცოლთან, სოფიოსთან, რომელიც შვილს ასე ახასიათებდა. ჩემი შვილის ერთადერთი ღირსება ისაა, რომ ლევ ტოლსტოის შვილია. სხვა არავითარი ღირსება მას არ აქვს. არც ჭკუა, არც სილამაზე. ვერ გამიგია, რა იპოვა იმ მშვენიერმა გურიელის ქალმა ჩემს შვილში, რომ მის გამო თავს იკლავდა. ანდრიუშას საქართველოდან სწერენ ნათესავები ჩამოდიო, მაგრამ მე არ გავუშვებ, იქ მომიკლავენ შვილს. კავკასიელები ფიცხი ხალხია და არ აპატიებენ ამ საქციელს. თან უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ქართველები არ გვიყვარს. ამავე მოგონებებში თავად დიდი მწერალი, ლევ ტოლსტოიც კი მკაცრად სჯის საკუთარ ვაჟს. ჩემი შვილი ანდრიუშა სუსტი ნებისყოფის კაცია. ბატონკაცურ, უქმ ცხოვრებას ატარებს და გონია მთელი ქვეყანა მისთვისაა გაჩენილი. ვურჩევდი წავიდეს საქართველოში და დაამშვიდოს გურიელის ქალი, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი შვილი მშიშარა გამოდგა. ძალა არ შეწევს თავის მოქმედებაზე პასუხი აგოს. (1899 წლის ოქტომბერში ოზურგეთში ელენეს სახლთან მთელი გურია შეიკრიბა. იქაურობა ყვავილებით იყო გადაჭედილი. გაზეთი ივერია წერდა, რომ იშვიათად თუ გამოუწვევია ვინმე სიკვდილს ასეთი საყოველთაო და გულწრფელი მწუხარება. გურიაში არსებული ძველი წესისამებრ ელენეს კუბო 12-მა ქალიშვილმა გამოასვენა. ქალაქის ცენტრში შეკრებილმა აურაცხელმა ხალხმა კი ითხოვა: ნება მოგვეცით,
ჩვენი თავადის ასული ოზურგეთიდან შემოქმედის მონასტრამდე, გურიელთა საძვალემდე ხელით ვზიდოთო და კუბო შემოქმედისკენ ფეხით წაიღეს. მონასტრის ეზოში დასვენებულ ცხედართან შეკრებილმა საზოგადოებამ ელენეს პატივსაცემად საოცარი ფიცი დადო. აღედგინათ დაზიანებული შემოქმედის მონასტერი, რომელიც 1820 წელს რუსების მიერ ციხის აფეთქების შემდეგ ნახევრად დანგრეული იყო. იქვე საფლავთან შეიქმნა განმაახლებელი კომიტეტი. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ნიკო თავდგირიძესა და დიმიტრი ქიქოძეს იქვე გადასცა 1500 მანეთი. კნეინა სალომე გურიელმაც 1500 მანეთის გაღების პირობა დადო. ხოლო ძმებმა დუმბაძეებმა ერთად 1050 მანეთი შეკრიბეს. ასე იქცა 25 წლის გურული ქალის ტრაგედია დიდი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საქმედ. რაც შეეხება მოღალატე გრაფ ანდრეის, მან 38 წლამდე იცოცხლა. მოასწრო სხვა სკანდალური ქორწინებებიც, თუმცა 1916 წელს სიცოცხლე სისხლის მოწამვლით დაასრულა. წყარო. გაზეთი ივერია. 1899 წლის 12 ოქტომბერი. მურად მთვარელიძის გრაფინია ცაკენრაუ. ნინო ნაკაშიძის მოგონებები ლევ ტოლსტოის ახლოს. მომდევნო გურულ ფაილებში კიდევ უფრო საინტერესო დოკუმენტებს გადავშლით. დროებით.